ეს არის მაგალითი იმისა, თუ რატომ არ უნდა იყოს აზროვნების უნარის არ მქონე გაუნათლებელი და უტყუინო ადამიანი ისეთ თანამდებობაზე, როგორც არის პრეზიდენტი, ან რავი, თუნდაც პარლამენტარი. ანუ ეს სადღეგრძელოთაც კი არ გამოდგება რა. ანუ რანაირად შეიძლება რომ ამბობდე რომ თავისუფლება არ არის ფასეული თუ არა გაქვს საუნჯე, ანუ აბსოლუტურად გამორიცხულია რომ ეს რაღაცა საუნჯეები, რომელიც ამ ადამიანს ჩამოთვლილი აქვს, არსებობდეს თავისუფლების გარეშე. ანუ თავისუფლებას ვინც გართმევს, ის მერე მოვა და გეტყვის რომ ხო, მიდი ჯიგარო, ეხლა გქონდეს შენი საუნჯეები. ანუ ბოლოს და ბოლოს ბოლო 225 წელიწადი რო გავიხსენოთ, ვინ გააუქმა ავტოკეფალია, ვინ დაანგრია მერე ქართული ეკლესიები, ვინ დახვრიტა ქართული სასულიერო პირები, ვინ გააუქმა საქართველოში ენა ორჯერ, ვინ კრძალავდა ქართულად ლოცვას და გალობას, ხაზეთში ვინ ჩამოფხიკა ფრესკები, აი ეს ენა და მამული და სარწმუნოება რო გაკერიათ პირზე და აი ამას რო ადამიანი იტყვის რომ არა თავისუფლებაო, ფასეული არ არის თუ ეს საუნჯები, ვინ საიდან რანაირი ლოგიკა არის ეს, ან რანაირი აზროვნება არის, რომ თავისუფლების გარეშე შეიძლება გქონდეს რამე აი ამ ჩამოთვლილთაგან. ეს არის დამახინჯებული, აი გადაგვარებული და ქართველობა წართმეული აზროვნება არის ეს, როდესაც ადამიანი გეუბნება, რომ თურმე არჩევანი არის თავისუფლებასა და ამ საუნჯეებს შორის. თავისუფლება არის საწინდარი ამ საუნჯეების. თავისუფლება როდესაც აგაქვს, მაშინ აგაქვს იმის საშუალება, რომ ენა გქონდეს შენი და არა ვიღაცის თავმოხვეული, სარწმუნოება გქონდეს და არა ვიღაცის თავმოხვეული და შენი მიწა და წყალი გქონდეს. აი ეს არის გაუკუღმართებული და გადაგვარებული აზროვნება.